არასწორი მოლოდინი განადგურებს და მოდი ამ ვიდეოში ამ თემაზე ვილაპარაკოთ. სანამ ტრეიდინგში წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე ვილაპარაკებთ, ან თუნდაც ჩემს სტრატეგიას გაგაცნობდეთ, ან სხვისას განვიხილავდეთ, გეტყვით იმას, რომ თუ ამ საქმეში მოხვედით და თქვენი მოლოდინი არის არასწორი და გაქვთ ფუჭი იმედი, პირდაპირ ვამბობ, რომ გაგიჭირდებათ აქ დიდხანს გაჩერება და აქ გადარჩენა. მართალია მესმის ახლები ხართ, ვიღაცეები თუნდაც წლებია ვაჭობთ, მაგრამ ინფორმაცია მაინც გაუფილტრავი და ცუდი გაქვთ, მაგრამ ყველაზე მთავარს გეტყვით იმას, რომ დღევანდელ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტყუილს არ აყვეთ. ის რომ ვითომ 15-16 წლის ბიჭები ფეიაუთებს აკეთებენ და თუ აკეთებენ კიდე ფეიაუთებს, ჩვეულებრივ შეიძლება ფანდით აკაუნტის გაპესვა იღბალზე, ჩვეულებრივ შეიძლება რაღაცა ფლოუს მიყვე და უბრალოდ კვირა იყოს ბულიsh დისტრიბუცია და სულ long trade-ები აიღო და გაფესო ეს challenge, მაგრამ ეს ყველაფერი ხო ცხოვრებას უნდა უკავშირდებოდეს. ტრეიდინგი ხო პირველ რიგში ცხოვრების სტილი არის და არა უბრალოდ საქმე. და აქედან გამომდინარე, ეს ყველა პროფიტი, რასაც თქვენ ხედავთ, consistent და მუდმივი არ არის. ყველაფერი ეს არის შეფუთული რაღაც პროდუქტი, მარკეტინგული ნაგავი, რომელიც თქვენ უნდა მოგყიდონ, ხო და სანამ ამ ნაგავს მოგყიდიან, იმედია იქამდე ეს ვიდეო შეგხვდებათ და მიხვდებით იმას, რომ ტრეიდინგი საერთოდ არ არის მარტივი საქმე, არ არის აუცილებელი ყველა დღე პროფიტი გქონდეს და არ არის ისიც აუცილებელი, რომ ყველა დღე ტრეიდში იჯდე. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ათეულობით ტრეიდს იღებენ თვეში და ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ასეულობით ტრეიდს იღებენ თვეში და ესეც მათი საქმიანობიდან გამომდინარეა. ვიღაცა სკალპერია, ვიღაცა დეი ტრეიდერია და ვიღაცას ერთწუთიანი ტაიმფრეიმის ნერვები აქვს, ვიღაცა კი საათიანზე რამდენიმე ტრეიდითაც კი იღებს საკუთარ გასამბრძოლოს, რომელიც ეკუთვნოდა იმ ტრეიდის სანაცვლოდ. ხო და კიდევ ერთხელ განმეორდები, გაუფრთხილდით თქვენ თავებს და გაუფრთხილდით იმ მოლოდინებს, რომელსაც აწესებთ ამ საქმეში რომ მოდიხართ.